Საამშვიდობისა მეგობრებო, დღეს არის 14 აპრილი, ეხლა არის 10 საათია 15 წუთი. მე არ ჩავერთე სპეციალურად ამ დღესასწაულებზე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დაველოდე, იმიტომ ერთი მიზეზი მქონდა ასეთი რამ. იმიტომ რომ მე 6 წელიწადია რომ აი პირდაპირ გაგვივიდ ბომბავ ამ სატანისტებს და მათ მიერ დაკომპლექტებულ, ასე ვთქვათ, დაპროგრამებულ რიტუალებს. გამიგეთ? უბრალოდ იუდეურ და ურიულ მახინაციებს. და რა თქმა უნდა ამ კერპ თაყვანისმცემლობაზე, რომელსაც ეწოდება ცეცხლის გარდამოსვლა. ცეცხლის გარდამოსვლა, რომელზედაც მე სადღაც არ მახსოვს, ალბათ 7-8 ვიდეო, დოკუმენტური ვიდეო მაქვს მიწვილი და მე გავჩუმდი. პირი ამოვიკერე. ამ წელს და დაველოდე აბა მე უფრო მეტად ჩემს სამეგობროს ის მაინტერესებდა ვიდრე სხვისი, რომელიც ახლებურად გაიგებდა და ასე ვთქვათ, პირველად გაიგებდა ყველაფერს. ჩემი მეგობრებისა, რომელთაც იცოდნენ, ასე ვთქვათ, 6 წლის განმავლობაში თუ რამდენი დოკუმენტური მასალა ვანახე მე ყველაფერი დაწვრილებით, დაღეჭვითი პრინციპით, გესმით? და არ ვიცი ახლა, მართლა ბრიყვი უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ გაიგო და რაღაცა, ხო? მაგრამ დაველოდე და თუ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელიც ჩემს სამეგობროში, რომელიც ძველი თუ ახალი, ვინ შემოვიდა და ილიას იმაზე, ასე ვთქვათ, კერპ თაყვანისმცემლობაზე შევამჩნიე, ხო? ყველა ხო გავიშტომრე აქედან. და მაგათი მობრუნება არ იქნება თქო და ასეც არის. მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, ჩემო მეგობრებო. მე ზოგიერთ ჩემს მეგობრებს, ნაკლები პროცენტულით, რა თქმა უნდა, ვიდრე ილია მადიდებლები იყვნენ. ნაკლები პროცენტულით, მაგრამ მაინც რაღაცა იყვნენ და დავტოვე, ყველა დაგტოვეთ სამეგობროში. მაგრამ ეხლა როგორც მეგობრები, ეს არის საჯარო და ყველას ვეუბნები. მე მაპატიე ცოტა ნასვამი ვარ. იმიტომ რომ ფხიზლად ამის თქმა და ასეთ რაღაცები, დღეს მით უმეტეს შეუძლებელია, თუმცა ყოველთვის ფხიზელი ვამბობდი და ყველაფერი. არ არსებობს ნიუანსი, დეტალი, რომელიც მე არ განვიხილე. ცეცხლის გარდამოსვლასთან, აღდგომასთან დაკავშირებით. და საერთოდ ყველანაირი ბიბლიური, ასე ვთქვათ, ბიბლიური რასაც ქვია, ურიებმა რაც დაგვიწერეს, ხო? აი ამ, ასე ვთქვათ, იმ ნიუანსებთან, რომელიც ჩვენ მოგვახვიეს თავს, არ არსებობს დეტალი, რომელიც დაწვრილებით არ განვიხილე. მაგრამ ეხლა დადგა 2026 წლის აღდგომა, ბატონო. აგერ 12 აპრილი, ხო? და მე კიდევ თქვენთან ერთად ალბათ ახლებურად შევხედე ყველაფერს. მე კიდევ გამეხსნა რაღაცები ასე. და რისი თქმა მინდა ხა. კაცო, თუმცა ეს ბევრჯერ განხილული, მაგრამ რაღაც სხვანაირ რაკურსში მინდა განვიხილო. აი ჩვენ გვიწერია ლოზუნგები ყველგან. ტრაფარეტები არის გაჭიმული ქალაქებში. ქრისტე აღსდგა. იქვე აწერია ჭეშმარიტად აღსდგა. გესმით? ანუ როგორ არის იგი, როცა ადამიანს ეუბნებიან გამარჯობა და იქვე რო იწევს გაგიმარჯოს, მე უნდა თქვა ვინც დაინახავს, ხო? მაგრამ იქვე წერია ჭეშმარიტად აღსდგა.
ჩვენც ასე ვარ დაზომბირებულები. ესე იგი, როდესაც ერთი მეორეს ვეუბნებით, ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. ხო ასე? კი ბატონო. ბიჭო, ვაკვირდები ერთ რაღაცას. ეხლა ნახეთ როგორ არის. მოდით მე იმისათვის რომ მე დაგანახოთ თქვენ რეალური სურათი ამისათვის საჭიროა რაღაც შედარებითი პროცესი. და მე მოვიყვანე ხა ამ შედარებით პროცესს. გავიხსენე მე ხა 93 წელს, 1993 წელს. მე ხა ახალგაზრდებს ეს არ ახსოვს რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ ჩემი ასაკის და უფროსებას აკებს ეს ახსოვს. 1993 წელი, როდესაც ზვიად გამსახურდია, ასე ვთქვათ, განაცხადეს, რომ თავი მოიკლა. კი ბატონო. მაგრამ ავტომატურად გავრცელდა ვერსია, რომლის თავი კი არ მოიკლა, მოკლეს. კიდე პლუს გავრცელდა ვერსია, რომ კი არ მოკლე, არც თავი მოუკლავს, არც მოკლეს, არამედ ჩოცხალიაო. და იყო მომენტი ჩემ ცხოვრებაში. მე 94-15 წლები იყო. როდესაც მოხდი ისე წრეში, 1, 2, 3, 4, 5 ბევრი ადამიანების წრეში გამიგე და რომ მე კიდე დავწუნდი, რომ ზვიად გამსახურდია ცოცხალი იყო. გესმით? და მოდით ასე ვთქვათ ახლა, როდესაც ადამიანს ეტყვია, რომ ზვიად გამსახურდია ცოცხალი ანუ აღსდგა, პრეთით. თქვენ წარმოვიდგინეთ ახლა ეს რამხელა სიხარული იქნებოდა საქართველოში, ხო? ქართველი ერისთვის. მაგრამ ცოცხალიაო ვიღაცა მითხრა, მაგრამ საბუთი ხომ მჭირდება? დოკუმენტი. დოკუმენტი ხომ მჭირდება ხალხო? რიზი მიმტკიცე. მტკიცებულება არ არის. აი როდესაც ასე მტკიცებულება არ აგაქვს და ვიღაცამ რომ გითხრა და რომ დაიჯერებ და იმას რომ მიყვები და მიარახუნებ და ერთი ამბავი, ეს უკვე უტოპია. გესმით? ეს უკვე უტოპია. მაგრამ როგორ შენ განახებე დოკუმენტს, ანუ ფიზიკურ მაგალითს, რომ ეს ადამიანი ცოცხალია, ხო მეუნები, ხო? მანახე მაშინ. აი ბატონო, აგერ არისო. კი ბატონო. მაშინ არ არის ეს უტოპია. მაშინ რეალურია. ეს ვერსია, ასე ვთქვათ. გესმით? და როდესაც მე ეს ვერ დავამტკიცე ვერავისთან და ვერ ჩემს თავში, მაშინ მე მივხვდი, რომ ზვიად გამსახურდია მკვდარია. არა აქვს მნიშვნელობა მოკლეს თუ თავი მოიკლა, მაგას არ ქონდა მნიშვნელობა. რომ მკვდარი იყო, დავამტკიცე მე ეს. ეხლა რაზე მოვყვი მე ეს მეგობრებო? როდესაც ჩვენ გვეუბნებიან ქრისტე აღსდგა. კიდე ვიმეორებ. ეს მე უამრავჯერმა დეტალობრივად გამრლილი კითხვა პასუხებში კიდე დიალოგი ბუხართან კიდე რომ მქონდა, აი აქ ბუხართან 13 სერია იყო, კითხვა პასუხების კიდე 11 სერია იყო ცალკე, მერე მხილება და ხმალი სიმართლისა კიდე ცალკე კიდე მქონდა რამდენიმე გართულული ვინიც დეტალებში აბსოლუტურად. და იმას გეუბნებით ახლა რატო გავიხსენე ეს შედარებითი პროცესი. ჩემო მეგობრებო, როდესაც თქვენ გეუბნებიან ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. რომელი ქრისტე? 2000 წლის წინ იყო ის? აჰა, კაი. აღსდგა. კი ბატონო. და შენ რომ მეუბნები ჭეშმარიტად აღსდგა დღეს, ხო? ჭეშმარიტად მიმტკიცებ, ანუ შენ დასტური ხარ. როდესაც დაგვიდე ხა მე ლოგიკას მივხვდები, ხალხო გამიგეთ,
როდესაც შენ მე მეუნები ქრისტე აღდგა და მე უნდა დაგიდასტურო. ანუ ჭეშმარიტ შენ ნანახი გაგ ესე იგი. შენ ნანახი გაგ. ფიზიკურად რო აღდგა, ხო? და მე კიდე შენ გიდასტურებ. კი ბატონო, მე კიდე ვნახეო, ჭეშმარიტად აღდგაო. სად ნახე? ან შენ, ან მე. სად ნახე გიკითხები ქართველ. ან შენ, ან მე. სად ნახე და ან შენ რას მეუნებ, შენ კიდე მატყუებ. და მე კიდე გაატყუებ, იმიტომ ჭეშმარიტად აღდგაო. თუ ეხა ვინმე თქვას რომ ეს რიტუალია და ასეა და ვაიმე, ასეთი რიტუალის დედავატირე. ასეთი გაბითურების და გადებილების დედავატირე კიდე მე. მე კიდე ბევრჯერ მithქვამს რომ ქრისტე თუ აღდგა იმ დროს 2000 წლის უკან ჯერ ერთი და შენ რა გიხარია მე 2000 წლის უკან და დღემდე ქრისტიანობა ერთმანეთი დედაუტირეს სისხლის მორევში ათრიეს ერთმანეთი. თქო? ხო? მაშინ სად იყო ქრისტე? გეკითხები. მაშინ ამ დღეს სად არის ქრისტე? ან სად იყო 90-იანებში ქრისტე? მე თქვენ გეკითხებით უბრალოდ მართალმადიდებლებს გეკითხებით. მართალმადიდებლებს, არა ქრისტიანებს, ქრისტიანებს რომელთაც ის საფუთი რო გიდები ჯიბეში რა ქვია, აი რაღაცა ალილუს რო გაიკეთებენ და ჯადოსავი და მე თმას რო აგაჭრიან აქ. ხო? რატო გაჭრიან თმას? ვიკითხეთ ვინმე? რატო გაჭრიან თმას? თმა რო ერთადერთი ის არის რა ქვია, მოსაჯადოებელი ობიექტი. ეს არიცით ხო? რატო გაჭრიან თმას? ნათლობის დროს. რა შუაშია თმის მოჭრა? ხო, არ იკითხავთ ხო? გამარჯობა თქვენ. ხო, კარგი. იკითხეთ მე და იქნება მიხდეთ ზოგიერთი. ესე იგი 2000 წლის განმავლობაში მე რამდენჯერ მithქვა რომ 2000 წლის განმავლობაში ქრისტე რამდენჯერ დაიბადა, რამდენჯერ მოვიდა ამ ქვეყანაზე, სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ჭურჭელში. ხო? მაგრამ ჩვენ ურები მაგას იმ ფოკუს ვიტარებენ დღესაც კიდე რომ არაო კაცო ის 2000 ესე იგი 2000 წლის განმავლობაში ღმერთი არ არსებობდა ჩვენთვის. ასე გამოდის, ხო? და 2000 წელი კი არა, ყოველ წელიწადში ერთხელ თუ ცეცხლი არ გადმოვიდაო, სიდანო, მაშინ დედა გეტირებათო. დედა, ვაიმე, რა ეშველება და აი ესე იგი სასწაული ღმერთმა ცეცხლით უნდა დაამტკიცოს, ხო? ცეცხლით უნდა. ცეცხლით აყვანისმცემლი ვინ არიან? ხო, კეთილაყვანისმცემლი ხო არიან? ბიჭო, ბიბლია წაიკითხეთ კემაინც. ბიბლია წაიკითხეთ კემაინც რაღაცა ანაბანა ისწავლეთ, რო გადმოდიხართ აქ შედევაზე, უტვინოები და უზრდელები რო ხართ. ელემენტარულ რაღაცა მაინც იცოდეთ. ხო, რა შუაში ან საწერია ბიბლიაში ცეცხლის გარდამოსვლაზე იერუსალიმში, ან იმას რა უნდა კაცო იქ. კაცი რომელიც აღდგა კაცო თუ ხაერშია, ზუსტაშია, ხო? იმის საფლავს რა უნდა იქ, რა მშობა, საფლავი არც იყო კაცო იქ პრინციპში. კაცი აღდგა და რა საფლავი, ის საფლავი, რას მეუნებით. საიდან მოვიდა კაცო? რას მიერ ეკებით? სადახართ? ვაიმე, რა გეშველება. კარგით, მოდით ეხა მე რა ისეთ რაღაცას გეტყვით კიდე. ეს რა შუაში ეტყვით, მაგრამ ერთ და იგივე არის. ეს ერთ და იგივეა. ეს არის იგივე ურგების манипуляციები. გამიგეთ? ხო, მაზდიანები არიან, ვინ არის, ვინ მოდივი სამყაროში წერს. მაზდიანები არიან, აბა არის, მაზდიანები თაყვანისმცემლები არ არიან. ხო, ესე იგი, ერთ და იგივე არის და რატო გეტყვით? აი იმაზე რომ ზოგიერთი მეტაფიზიკოსი, ფიზიკოსი და ერთი ამბავი რომ ჯიქურ რომ მოდიან და შენ რა იცი და ესე დედამიწის სიბრტყელიზე მომდა სიმრუვალეს. ხო? ეხლა მომისმენთ ყველა ფიზიკოსებს მიუგზავნეთ ეს კითხვა მე რასაც ახლა დავსვამ.
ყველა ფიზიკოსი ან მეზობელი გეყოლებათ, ან ნათესავი გეყოლებათ, ან ბიძაშვილი, ან ოჯახის წევრი, ან ვიღაცა კაცო. ეს კითხეთ ერთი ამ იდიოტებს ერთი. რომელიც კაცო მე ასე ვთქვა, ფიზიკოსები არიან, ქიმიკოსები არიან და შემოვლი ჩემი თავი, ჩემიანებიც არიან და ისა. მაგრამ აი ჯიქურ რო შეძდებიან და აი რო ეუნებიან კაცო ეს საწერკალამია და არ არის ბატონო ეს საწერკალამია ქოლგარი რომ ეტყვის იმ კაცს ხო ხა არ არის ნორმალური. ხო და დაუსვით ახლა ის კითხვა რასაც მე ახლა დავსვა. ახლა რა შუაშია ის და ეს საკითხი იმას მე მოგახსენებ. კაცო ახლა რო გავიდეთ ახლა ღამეა ხო რომელიც არის ესე იგი მანამ სანამ ასე გადავთავდი გადმოვთავდი მანამდე აქ რომელიღაცა მე ხა ვერ იმასაკე უცებ წამში მოვკარებ შენ რა საბუთიკებო იმისა რომ ქრისტე აღსგავ რაღაცაო ეხლა ამის საბუთები მე რაც მქონდა და რაც დავდე შარშანდი და მაგისინ ახლა მაგას მე ვერ გადმოგიყრე შვილო ხარ თუ ისა ჯერეთი და მეორეთი და შენობით მე შენი არა ვარ შენობით შენს ოჯახს მიმართე იქ ვინც ახლა ეს ერთი კარგით ახლა ხო ახლა გავაგრძელოთ საუბარი ესე იგი ახლა თქვენს მეგობრებს ოჯახის წევრებს კიდე ნათესავებს და ვინც აყავთ იქ ფიზიკოსები მათემატიკოსები ასტროლოგები ასტრონომები თუ ვინც არის უთხარით ერთი რამ ასეთი ისა რა ქვია. ეხლა არის კაკრას ღამე, ხო? ეხლა არ ვიცი მე გარეთ ვერ გავარ ამ წამს, მაგრამ არ მგონია, იმიტომ რომ ჩვენთან ეხლა უკვე იმიტომ რომ დღეს წვიმდა და მოღრმულია, ხო? მაგრამ ყველამ ვიცი ჩემო მეგობრებო, რომ თუ ბავშვმა თუ გითხრა მამა, აბა სად არის შავი დათვის თანავარსკვლავედი, ხო? ყველამ ვიცით, ნუ ისაც ესმის რაღაცა ელემენტარული მაინც, ხო? მამა აგერ არის ნახეთ აი ეს არის შავი დათვის ეგ არის ისა ქვია პატარა დათვის თანავარსკვლავედი თუ ვინც რაღაცაში ერკვევა აი ამ ასტრონომიაში ხო დიდი დათვისა და პატარა დათვის თანავარსკვლავედს თავები ანუ ბოლო წერტილი ვარსკვლავები რომელიც ის ერთმანეთთან უკავშირდება ხო ხო ასე კი ნუ ეს სიტყვაზე დღეს თუ ვანახეთ ეს ბავშვს ხო 3-4 დღის შემდეგ გავიდეთ, ხო? იგივე პოზიცია. იგივე პოზიცია. ხო ასე? არ სხვაგან არ წავა. დიდი გადა ადგილებას გააკეთებს 3-4 თვის შემდეგ. ხო ასე? ანუ სეზონი რომ მოიცვლის. ხო ასეა? მე ხა ასტრონომიულად გეუბნები. ვაი კი მაგრამ დედამიწა რომ 7,000 კიდე რამდენიღაც კილომეტრ საათ სიჩქარით რო მირბის ამ კოსმოსში უკიდე განოცირცეში კოსმოსში მიქრის დედამიწა 7,000 რამდენიღაც კილომეტრში ნუ კაი 7,000 იყოს 7,000 კილომეტრ საათ სიჩქარით ხალხო თქვენ წარმოგიდგენიათ ხო ნუ კარგი ხარ აქვნა ხა მოდი აი ეს ავიღოთ ეს ვაზა აი ეს არის დედამიწა ბოდიში დედამიწა ჩვენ ვარ ნუ რაღაც ის თაღია ეს ერთი ნაწილი ხო და აქ არის რაღაც ისა რა ქვია დიდი დათვის არ გვინდა დიდი დათვის თანავარსკვლავი დავიდავანებოთ კაცო ჩრდილოეთის ვარსკვლავი რომლითაც ესე იგი მთელი მეზღვაურები და ასე შემდეგ მე უდაბნოში და ტყეში და ყრეში ჩრდილოეთის ვარსკვლავით იკვლევდნენ გზას. ხო ასე იყო კაცო. ხო ასე იყო ჩემო მეგობრებო. ზღაპრებს თავი რო დავანებოთ ბუნებრივად ვინც იყო მოგზაურობებში დოკუმენტალურად და ასე შემდეგ ჩრდილოეთის ვარსკვლავით იკვლევდნენ გზას. ხო ასეა. რამეს არალოგიკურს ვამბობ? არასდროს ვამბობ? კი. ეხლა იმას რა ზაზგონებს ჩრდილოეთის ვარსკვლავი რომელიც საუკუნეების უკან ერთ ადგილაზე იყო ხო კოლუმბის დროსაც კაცო კოლუმბის დროსაც ხო დღეს რომელია მე-20 საუკუნეში 21 საუკუნეში ვარ ეს ჩრდილოეთის ვარსკვლავი რა ფერ ადგას ერთ ადგილას ამის დედავატირი არ გადამრიოთ ეხლა 7 კილომეტრი 1000 და რაღაცებია კიდე კუდი
კილომეტრ-საათს სიჩქარე მიდის ეს კოსმოსში. და ეს ცა ეს ადგილი რაფერ დარჩა ერთ ადგილას ჩვენ და დედამიწა ემის მიმართ ჩრდილოეთის რა ქვია ვარსკვლავის მიმართ. ან დათვის ვარსკვლავი და დათვის ვარსკვლავები სხვა კიდე დანარჩი რაფერ არის კაცო ერთ ადგილას გამაგებინეთ ერთი ბიჭო რა ტვინის კონსტრუქცია გარ ერთი გამაგებინეთ მე იცით რა არის მე მქონდა მე რამდენიმე ფიზიკოსთან ასეთი შეხვედრა და დაუსი კითხვები აი კუთხეში რომ მივაყენე რო იტყვი ბიჭო მე ვთხარი ერთი რაღაცა მითხარით ან თქვენ უნდა დაამტკიცოთ მე ვთხარი რომ ან დედამიწა არის გაჩერებული და ან ცა მოძრაობს გესმით ან პირიქით ან ის უნდა დაამტკიცოთ ცა და დედამიწა ერთად მოძრაობენ თქო გესმით აი ცა რასაც სამყაროს ვეძახით ან ის და ან დედამიწა ერთად მოძრაობენ იმიტომ რომ შეუძლებელია კაცო ერთ ადგილას მყოფი გამიგე რომ საუკუნეების განმავლობაში ერთ და იგივე წერილს უყურებდეს. ბიჭო, რამეს ვამბობ 2, 3, 4, მე-5 კლასის ბავშვს გავაგებინებ და თქვენ რაც იდებილებ ჭით ამის დედავატირე რა გეტაკად ამ თავში და რამ შემოგიტრიალეთ. გაუგებარი თქვი რამე? ბიჭო, როგორ შეიძლება რომ ისა რა ქვია საუკუნეების განმავლობაში ჩრდილოეთის ვარსკვლავი იყოს ერთ ადგილას. არ ვამბობ კაცო, დათვის ვარსკვლავედი და პატარა დიდი და ისა დანარჩენზე, ხო? თუ შენ მიხრი ხარ კოსმოსში 7000 კიდე რაღაც ყუდები აქვს მაგას. კილომეტრ-საათს სიჩქარე. ბიჭო, ნასვამი ვარ მე, მაგრამ გადამროს ეს ხალ Čo გამაგებინე ვინმე დაწერეთ ერთი ნორმალური კომენტარი ვიღაცამ. ეხლა იქ ვიღაცამ რო დაწერა, შენ რა იცი ავტომატურ რაღაცა შესრულები რო დამიწერა. ხო, აი ესე არ უნდა ამას ფიზიკა, არ უნდა ხალხო ამას, ამა ქიმია არ უნდა ამას, არ უნდა ბიოლოგია, ანატომია, ჯანდაბა არ უნდა ხალხო. გესმით? ეს არის ელემენტარული გადის შეოჯახაში მებულო გარეთ საღამოს აი მოწმენდილი ამინდი რო არის, გადაუღე ცას. ვარსკვლავები რო არის, ხო? გადაუღე ცას. დააფიქსირებ ხო ტელეფონზე. გადი მეორე დღეს, გადი მესამე დღეს ამის დედავატირე და გადაუღე იგივე და იგივე სურათი გექნება. არსად არ მიქრი ხარ. ადგილზე ხარ. ჯორათ უნდა ამას ფიზიკა, ქიმია, ანატომია და რაღაცა ისა მეტაფიზიკა და ერთი ამბავი, კაცო რა. სად მიქრი ხარ? თქვენ მიქრ ხართ? თქვენ მიქრ ხართ? ჩვენ არსად არ მიქრ. ვაი, რა შეიძლება. აი ეხლა რატო დავაკავშირე, იცით? ზუსტად ანალოგია არის ამ რელიგიურ საკითხებში კიდე. დაფრენილი გაქვთ იმათ, რომელსაც ფიქრობთ, რომ ცეცხლი გადმოვიდა და ვაიმე და გეშველება და შაბათს. ურიების დღეს არაკვირას, არამედ შაბათს. ბიჭო, რამდენი იმისა გადამღებული ამაზე ამის დედავატირე. რამდენი ვიდეო დოკუმენტალურად. აი წკარეთ. რა გჭირთ, მაგრამ ხო ვიცი რა საგჭირთ, ხო? ხო, გაკი. მოკლედ, მეგობრებო, 22 რიცხვის შემდეგ მე მანამდე ვერ მოვიცი. 22 რიცხვის შემდეგ დღეს არის რა რიცხვია დღეს არც კი ვიცი 14000. ხო, ვაიმე დღეს ფეხბურთია, ხო? ესე იგი 22 რიცხვის 22 აპრილის შემდეგ მე მოგცემთ უსერიოზულს კიდევ ერთ მხილებას. აი ხო ამბობ, აი შენ რატომ უნდა დავით თორდიამ რამდენი ისეთი რამ განახარ მე ჩემ მეგობრებს არ ვეუბნები. თუმცა მეგობრებმა იციან ჩემი დამსახურება. იმათ ვეუბნები, ვისაც ვერაფერს ვერ ხედავ. ესე იგი, დავით თორდიამ იმდენი რამე გახსნა საიდუმლო, რომელსაც არ ვიტყვი 1000-ები, 100,000-ები და მილიონები რო ვერ ხედავდნენ. ასეთი ის რამდენი საიდუმლო გახსენი, თქვენ ასე არ ხართ. არ მინდა თუნდაც მეტი რო დავიწყო. იმიტომ რომ თუნდაც რო დავიწყე, მე ვინც საიდან დავიწყე და სადავამთავრე.
ამიტომ 22 წლის შემდეგ თქვენ დაელოდეთ იმ ხილებას, რომელსაც როგორ გითხრათ, როგორც ყოველთვის ყველა ვხედავთ, მაგრამ ვერ ვაფიქსირებთ. ისევ და ისევ სენსაციები, ისევ და ისევ სასწაულები, ისევ და ისევ აღმოჩენები. ხალბატონო, ვიცი, ქართული ენის დღე რო არის, მაგრამ ეს 14 აპრილი კიდე ნანა გრიგოლია, ხო, გამარჯობათ ქალბატონო ნანა, თქვენ შემოგვიდით, ვიცი, მაგრამ იმაზე უფრო მეტი გვიჭეს ეს ქართული ენის დღე, 14 აპრილი, იმ დღეს კიდე 70 რომელი წელი იყო მაშინ, შევანაძემ გამოიყენა მაშინ მოსკოვიდან ნებადართული იყო ყველაფერი, თქვენ აეტყობა არ იცით ესეთი ინფორმაციები, ყველაფერი ნებადართული იყო, არ იყო პრობლემა, მაგრამ შევანაძემ ისე გაითამაშა თითქოს ამან გადაარჩინა ქართული ენა. ამის დოკუმენტალური მასალები კიდე არსებობს, ყველაფერი YouTube-ში და social media-ში და ყველაფერი. მე კიდე მას სადღაც შენახული და ამაზე მქონდა 2 წელი თუ 3 წლის უკან საუბარი. შევანაძე იმდენი манипуляცია გაკეთდა, რომ აი მე გადავარჩინე ქართული ენა, იმდენი მაგას დაუდგა გვერდები. მაგის ზედავატრია, მაგან ის აქვია, მღვდელი არ დაინდო, აი ეს თვითმფრინავის ამბავი რო იყო მაშინ და მაგი მოაკლევინა და არც ილიამ დაინდო. უпростоრად ილიამ არ დაინდო, ილიას უნდა დაინდო ის მღვდელი, რომელიც იმ თვითმფრინავის გადაცემის იმაში რო ჩარიეს, კი არა, ნუ გარეული იყო თუ რაც იყო, თუნდაც ყოფილიყო, ხო? მაშინ ილიას უნდა ეთავა მაგი და უნდა ეთხოვა, ვისი საჭირო იყო მაშინ და არ უნდა დაეხვრიტათ ის მღვდელი. ეს ილიას კი სეზია, მაგის ყველაფერი ერთად გამიგე და მე შევანაძეში კიდე და შევანაძემ კიდე გაითამაშა იქ რა ქვია რომ ის რა ქვია 14 ყველა ნებადართული იყო მოსკოვიდან არავითარ არ აგზავნდა არაფერი ისა მაგრამ ამან ისე გააკეთა მოიქცა რომ თითქოს აი მე გადავარჩიე ქართული ენაო და ნუ სტატუსის ასაცებად ეს ჩვენ გვაბიტურებენ ხალხო ეს ურიები გვაბიტურებენ გამიგე ეს არის ეს მამაძალობები ხდება აქ რა მოკლედ რა კარგით 22 შემდეგ და მანამდე მე ვერ მოვიცლი არამცალი განახებთ მე 22 შემდეგ კიდე რატო ვერ ვიცლი და ყველაფერი კარგად წანდებოდეთ მოვალ შეხედავთ ეს მეორე ნაწილი გამოვიდა ახლა მაგრამ რა ვქნათ კარგით გაიხართ აი რამდენი გული ამოდით იმდენი გული გაგიხაროს თქვენ და თქვენს ოჯახებს მრავალს და ეს არის მრავალ სასიკეთოდან სამხიარულო დღეს ამ ქვეყანას გაიხარით